სახელითა მამისათა დაძისათა და სულისაწმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. თომა მოციქული იყოს შემწე ჩვენი ყველას. სახარება მოვისმინეთ. და თომა მოციქული როცა რომ მაცხოვრის აღდგომა იყო და ეს ყველა მოციქულმა გაიგო, იგი მიზეზთა გამო დააკვდა ამ სასიხარულო ამბავს, უწყებას. და როდესაც მოუყვნენ განაურწმუნოებისა გამო, თუმცა საგალობელშიც არის ნათქვამი, რომ თომას ურწმუნოებამ ჩვენ სარწმუნოება გვასწავლა. უბრალოდ დაუჯერებელი ამბავი იყო მისთვის ეს. ვერ დაიჯერა, რომ როგორ შეიძლებოდა, რომ აი ესე მკვდრეთით აღდგა. თუმცა ასევე სახარებაში ნათქვამი არის, რომ დღეს რაც მოვისმინეთ, რომ ერთადერთი შვილი დედას აღუდგინა, გარდაცვლილი. და ყველა განკვირდა, განცვიფრდა და ბევრმა ერწმუნა ქრისტე ახალი მესია. მაგრამ ეს ჩვენთვის დაუშვა ღმერთმა. თომამ თქვა, რომ სანამ თითს არ დავდებ ჭრილობაზე, მანამდე ვერ დავიჯერებ, რომ ეს უწყება ნამდვილი ამბავია და ნამდვილად აღსრულდა. 8 დღის შემდეგ, ესე იგი დრო მისცა. ალბათ ამ 8 დღის განმავლობაში მოციქული ფიქრობდა, თუ რა მოისმინა და თუ რა თქვა მოსმენელის პასუხად. და როდესაც ყველანი ერთად იყვნენ ოთახში, დახურულ კარებში, ოთახში შედის მაცხოვარი და ეუბნება, თომა მოდი და განიხილე შენი ხელით ჩემი ჭრილობები. მაშინ თომა მოციქული დაეცა მუხზე და ეუბნება, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. აი ჩვენ გასაგონად ამბობს. გწამს იმიტომ რომ მიხილე. ხოლო ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ უხილავ და ისეს წამთ, ჩემი ნათქვამის სიტყვა. და მახარებელი შემდეგ აგრძელებს. ამის შემდეგ ბევრი სასწაულიო მოხდა მაცხოვრის მიერ. და ამას ქვეყანაზე რაც თუ რამ წიგნია ის ვერ დაეტევს, იმდენი სასწაული აღსრულდა. მაგრამ ეს დაიწერა სახარებაში იმისთვის, რომ ჩვენთვის საცნობელად, რომ ვიცოდეთ, ღმერთი ყოვლისა შემძლებელი ყველგან არის, ყველაფერს ხედავს და ყველაფერი იცის. ეს ჩვენთვის ითქვა. გასულ კვირას იყო ხსენება გრიგოლ ხანძთელის და მასთან თანამოღვაწე მამებისა და დედების. ჯერ მარტო ცხოვრება ღირსი მამის არის საოცარი სწავლება. როდესაც მისი ღვთივ გამორჩეული ნიჭი, უნარი, ბუნება ნახეს მისმა ახლობლებმა, გადაწყვიტეს, რომ სასულიერო პირი გაეხადათ. ბევრს ეხვეწებოდნენ, ბევრს ემგრაებოდნენ, ბოლოს დათანხმდა და თქვა, პატივი ნამდვილად დიდია, მაგრამ პატიჟი სიმძიმეც, ანუ სასჯელიც ძალიან დიდია, ამიტომ მეშინის და ამიტომ ვამბობ უარს. ეპისკოპოსობა როცა შესთავაზეს, გაიქცა. აღარ მიიღო ეს მათი თხოვნა და უდაბნოში წავიდა უდაბნოთა მაშენებელად. ევდემოს კათოლიკოსის ხსენება იყო. თბილისში მე-17 საუკუნე აკი ვამბობთ, რომ უმძიმესი პოლიტიკური პერიოდი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ღმერთმა მათთვის და ვინც არ იცის, იმათვისაც კი ეს მე-17 საუკუნე გამოარჩია წმინდანთა გუნდით. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ეწამა ამ საუკუნეში. ქეთევან დედოფალი, ლუარსაბ მეფე, მღვდელი თევდორე კველთელი, ევდემოს კათოლიკოსი, რომელმაც სარწმუნოებამ 6000 გარეჯელი, რომელმაც სარწმუნოებამ არაგველები არ გასვალა მუქარაზე, პატივზე და რაღაცა დაშინებაზე. იგი ყოველთვის ამხელდა როსტომ ხანს, რომელიც კათოლიკოსის სიტყვით მამა იყო მუსულმანთა და მამინაცვალი ქრისტიანთა. და აი ამისათვის შეიპყრეს და ნარეყავას ციხეში შვილდისხრის საბლით დაახრჩოს და ხალხის დასაშინებლად გადმოაგდეს გალავნიდან. კათოლიკოსი ყველას ურჩევდა, რომ მაშინ ესეთი წესი იყო, ირანის შახის კარზე უნდა გაეგზავნათ სამეფო გვარის წარმომადგენლებს, ოჯახებს, მეფე მთავართა ოჯახებს
თავიანთი შვილები. რომ იქაური განათლება მიიღო და იქიდან რჯულშეცვლილი, გონება-არეული ხალხი ბრუნდებოდა. კათოლიკოსი, ვისაც არწმუნობდა, ეუბნებოდა და ურჩევდა, რომ არ გაეშოთ შვილები სულიერი სიკვდილის ამ გამოცდაზე. რადგან უფალს ნათქვამი აქვს, არა განცადო უფალი შენ. და ბევრი ვინც მას უჯერებდა და ენდობოდა, ამას აღასრულებდა. და გათათრებული, რჯულშეცვლილი მეფე ამას გრძნობდა, თუ კათოლიკოსი როგორი აზროვნებისა იყო. და ყოველთვის ეძებდა მის, ასე ვთქვათ, სიკვდილს. და მან თავის საწოდელს მიაღწია, მაგრამ კათოლიკოსის მოწამეობა ჩვენთვის ისევ და ჩვენი მომავლისათვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რადგანაც არა მხოლოდ პურითა ცხონდების კაცი და დღევანდელობაც ბევრ განსაცდელს უქადის ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს. მთავარი პრინციპი რა არის? პრინციპი ერთია მხოლოდ. არც ღმერთი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა აღიარეს და ჩვენს ამ ფუფუნებაში ვართ, რადგან ვიწოდებით მართლმადიდებლებად, არ გაიცვლება და არ გაიყიდება, თუ არა და იუდას ხვედრი ექნება ყველას. და არც არანაირი მუქარა და არანაირი შეჭირვება არ იქნება მტრისთვის შედეგის მიმცემი, თუ კი ჩვენ ქრისტეს სიყვარულით, მოყვასის მსახურებით შევძლებთ შევინარჩუნოთ ჩვენი წინაპრებისაგან ერთხელ აღიარებული და აღსაარებული მართლმადიდებლობა და ჩვენც მათ გზა კვალს შევუდგეთ და დავიცვათ ერი ჩვენი და მომავალი თაობა. კეთევან წამებული ამისი დიდი მაგალითია, ნათელი მაგალითია. ღმერთს ვთხოვთ, თომა მოციქული, რომელმაც როგორც საგალობელი ამბობს, თითქოს და თავისი ურწმუნოებით სარწმუნოება გვასწავლა, სახარებისა სიტყვები ჩვენ გვეკუთვნის ყველას. ნეტარი არის ის, ვისაც არ უნახავს ქრისტეს სასწაულები და ისე სწამს. და ჩვენ ეს ხასიათი გვაქვს. ხშირად, როდესაც საქართველოში მოდიან სასულიერო პირები და ვაცნობთ სვეტიცხოვლის სიწმინდეებს. პირველი, რასაც რო კითხულობენ, სადა გაქვთ ეს კვართი? აბა გვანახეთ. ვეუბნებით, რომ ჩვენ კვართი, რადგან წინაპრებმა ესე ინებეს წმინდა წინაპრებმა და მასზე სვეტი აღმართეს ქვის, ჩვენ მათ ნათქვამ სიტყვას ვენდობით. არ გვიხილავს, მაგრამ გვწამს, რომ ჩვენი წინაპარი ქრისტეს სიყვარულისა გამო არაფერს წყვილს და ცრუს არ გვეტყოდა. და ნამდვილად ესეა. ჩვენ გვწამს მათი და ამიტომ სხვა მოწმობა აღარ გვინდა. როგორც უფალი ამბობს, ნეტარ არის ის, ვისაც არ უნახავს ჩემი სასწაულები და ისე ჯერა ჩემი. ამინ იყოს ესე ქვეყნის აღსასრულამდე. ჩვენ არ გვჭირდება სხვა რამ მოწმობა საბუთი. გვაქვს ჩვენი წინაპრები, რომელთაც ეს რწმენა სისხლით, თავისი შემართებით, ეკლესია მონასტრების მშენებლობითა თუ უდაბნოების ქალაქ მყოფელობით ჩვენამდე მოიტანეს. უტყუარი საბუთი და მოწმობა, რომ რაც სახერებაში წერია. ეს ყველაფერი მართალია და ქრისტეს სიყვარულით ცხონდება დიდი და პატარა, უკეთო ვიყოთ ქრისტეს მიმდევრები. გულწრფელად, შეუვარგულებელად, შეუეჭვებელად. ამინ. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. თომა მოციქული იყოს შემწე და მფარველი ჩვენი და ყველა ქრისტიანი. საზდა უკუნისამდე ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.